სახანძრო სამაშველო სამსახურის 15 თანამშრომლის დათავისუფლებასთან დაკავშირებით რანტარკულობა ოზურგეთის რაიონის რამბებლის მოვალეობის შემსრულებელმა და სამის შესახებ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ განმარტა კოტე შარაშენიძის განცხადებას სიტყვიერი სახე აქვს და ის მიზნად ისახავს დათავისუფლებული თანამშრომლების ადგილზე საკუთარი კადრების მიყვანას. ამასთან მჟავანაძემ აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერონ. ჩვენ მოუწოდებთ მათ, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელებისგან ხელი აიღოს, ვინაიდან თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინაც გაეხვია სკანდალურ ფაქტში, როდესაც რაღაც ემატყება მოხდა იქ თავი გამგეობაში და დღეს, როდესაც ისედაც სოციალური ფონი არის ძალიან მძიმე, მსგავსი ზეწოლების განხორციელება, თან ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებები, ეს არის განთავისუფლებები უკანონო.